საქართველოს ოკუპაციის მოახლოებულ 95 წლის თავს პარტია ევროპა ჩვენი სახლია სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება და ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი სახელწოდებების, ბარელიეფების, ძეგლებისა და ქუჩების დასახელების აღმოფხრა შეცვლისაკენ მოუწოდებს. საქართველოს კანონში თავისუფლების ქარტიაში წლების წინ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო კომისიები, რომელთა დადგენილების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს ასევე წლების წინ უნდა ეზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება. თუმცა ქუთაისში დღემდე ათობით ქუჩა რევოლუციონერებისა და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების სახელებს ატარებს და სოფლიოში ვასილ კიკვიძის არსებული 3 ძეგლიდან ერთი ქუთაისში ისევ თავის ადგილზე დგას. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არის კანონი, რომელსაც ქვია თავისუფლების ქარტია, სადაც გარკვეული წერია, რომ საბჭოთა სიმბოლიკები, რომლებიც არსებობს საქართველოში, რა თქმა უნდა იყოს აღებული და გატანილი ქალაქებიდან თუ შენობებიდან. ფაქტია, რომ არც ქუთაისში ერთ საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. დგას ვასილ კიკვიძის ძეგლი, არის ქუჩების სახელწოდებები, რომლებიც ატარებს საბჭოთა რეჟიმის დროინდელ გენერლებისა თუ ბელადების სახელწოდებებს და ჩვენ არაერთხელ მიმართეთ თვითმმართველობას, არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი თვითმმართველობას, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი იქნას ისე როგორც ეს ამას მოეთხოვს კანონი. სამწუხარო რომ მერიდუმს, საკრებულო დუმს, სამწუხარო რომ პოლიტიკური პარტიები ამაზე არ ეჩენენ ინიციატივასა და ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. უამრავი სადაო ქუჩა არსებობს, რომელიც სახელი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მე მაგალითად ჩამოგიცვლით, ბელინსკის ქუჩა გვაქვს, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა არსებობს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა არსებობს დეპოს ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ლესელიზის ქუჩა, არის კიკვიძის ქუჩა, სკვერი, ძეგლი. ამ სიის გაგრძელება შეიძლება დაუსრულებლად. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მდგომარეობა საკმაოდ სწრაფ რეჟიმში შევცვალოთ და მაგალითად დავარქვათ ამ ქუჩებს ისეთ საზოგადო მოღვაწეების სახელები, როგორც იყვნენ ჩოლოყაშვილი, ამბროსი ხელაია და ასე შემდეგ, რომლის სახელობის ქუჩები ქუთაისში ჩვენ და სამარცხვინო ჯერჯერობით არ აქვს. მეორე ეს არის ძეგლის აღება, არის მაგალითად მერიის